პარტიის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერების კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. ამ განცხადებით ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ახალი პოლიტიკური დისკუსია დაიწყო. ნანუკა ჯორჯოლიანი ამბობს, რომ პარტიაში დაგეგმილი რეფორმების მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილი იქნება, თავად კი მხოლოდ შუამავლის როლს შეასრულებს. სწორედ ამ ფონზე დღის წესრიგში კვლავ დადგა პარტიის ხელმძღვანელობის საკითხიც. რამდენიმე დღეში მოქმედ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ეწურება, ისევე როგორც პარტიის სხვა ხელმძღვანელ პირებს. უახლოეს პერიოდში პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს, სადაც ახალი თავმჯდომარის პოლიტსაბჭოს შემადგენლობისა და პარტიის სამომავლო სტრუქტურის შესახებ იმსჯელებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ დაგეგმილი რეფორმები განსაზღვრავს ნაციონალური მოძრაობის მომავალს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის მთავარი ხელმძღვანელი იქნება. ნაციონალურ მოძრაობაში იქნება გარდამტეხი პროცესი, დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველა, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე საჭიროა კონკრეტული სტანდარტი. მე როგორც ხვდები ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პარტიაში არის დამოუკიდებელი, მისი ჩართულობა როგორც ლიდერი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლმე განიხარდება. ეს განცხადებები კრიტიკისაგანი გახდა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან. მათი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე პოლიტიკური დღის წესრიგი პარტიულმა უთანხმოებებმა არ უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნავენ, რომ შიდა დაპირისპირება პირველ რიგში თავად ნაციონალურ მოძრაობას აზიანებს, თუმცა გავლენას მთლიან ოპოზიციურ სპექტრზეც ახდენს. ვისაც დღეს ინტერესი და ფოკუსი გადააქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი პრობლემებიდან, ეკონომიკური პრობლემებიდან, ოცნების რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებებიდან, მათ შიდა კინკლაობაზე და ცდილობს, რომ ამით ხელი შეუწყოს ოცნებას, რომ საზოგადოების ინტერესი განაწილდეს და გავრცელდეს არა იმ მთავარ პრობლემაზე, რაც არის დღევანდელი ოცნების მმართველობა, არამედ რომელიმე პარტიის შიდა კინკლაობაზე, არის მხოლოდ და მხოლოდ უპასუხისმგებლობა. რაც უფრო მეტი ასე ვთქვათ, წინააღმდეგობებია, დაპირისპირება და კინკლაობა, ასე ვთქვათ, სახალხო ენით ოპოზიციურ ფლანგზე, მით უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს ეს ოპოზიციურ ამომრჩეველში. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პროცესები საბოლოოდ ხელისუფლების პოზიციებს აძლიერებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციაში და დაპირისპირებას ვერ დაასრულებს, ეს მომავალ არჩევნებზეც აისახება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ არსებული კრიზისი ნაციონალურმა მოძრაობამ მარცხით დაასრულოს და პარტიამ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს. ტრაგიკომიკური ჟანრია უკვე ეს. მე რამდენი წელია, მე რამდენი სცენარს და მე რამდენი სერიას უყურებთ ამ უნიჭოების მიერ ორგანიზებულს და ამ ბოლო სეზონს დავარქვათ თქო თინათინის და ბრწყინვალე ნანას შეჭიდება. იმდენად მიუჩეულები იყვნენ ბრძანების გარეშე, პატრონის გარეშე, დავალების და სცენარის გარეშე მოქმედებას, როგორც კი მიუშვებენ, მე ესეთ გადაწყვეტილებებს იღებენ ალბათ. ან შეიძლება ესეც რაიმე სცენარის კომედიური გადახვევაა. ეს მეტყველებს შიდა, ესე ვთქვათ, არეულობაზე ნაციონალურ მოძრაობაში ეს პროცესი როგორც ვითარდება, ჩვენს სრულზე ასხამს და მე ვფიქრობ, ესენ საერთოდ 2028 წლამდე ეს პარტია ვერ მიაღწევს არჩევნებამდე. მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჯოლიანს ასახელებს. თავად ნანუკა კი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასობაში პარტიაში გადაწყვეტილებების მიღების ეტაპი ახლოვდება. რამდენიმე დღეში პარტიის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ეწურება, ისევე როგორც პარტიის სხვა ხელმძღვანელ პირებს. უახლოეს პერიოდში პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს, სადაც ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობის საკითხთან ერთად ოპოზიციურ ალიანსში დარჩენის საკითხსაც იმსჯელებენ.